თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატების შერჩევის პროცესშია პარტია ლელო და გახარია საქართველოსთვის. 4 ოქტომბრისთვის ემზადება ასევე გირჩიც. წინასაარჩევნო სამზადისში მყოფ პარტიებს ოპოზიციის მეორე ნაწილი აკრიტიკებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. პარალელურად ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვებას აანონსებს წინასწარ მმართველი გუნდი. არ არის აქ საუბარი ტოტალურ გამარჯვებაზე, მაგრამ თითოეული ხმის წართმევა ქართული ოცნებისთვის, თითოეული ოლქის წართმევა უკვე არის გამარჯვება. ის რაც აკლდება ქართულ ოცნებას, ემატება პროდასავლურ ოპოზიციას, ემატება ლელოს. და აქედან გამომდინარე ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავაზიანოთ ქართული ოცნება იმ თავარი გენერალური ბრძოლის წინ, რომელიც არის ხელახალი არჩევნები. ეს არის ჩვენთვის უპირატესი ამბავი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ვემზადებით ამისთვის და ეს თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ჩვენ არ უყურებთ როგორც კლასიკურ არჩევნებს, უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავძლიერდეთ თავარი გენერალური ბრძოლის წინ, რომელიც არის ხელახალი არჩევნები. აქტიური კოორდინაცია და თანამშრომლობა გვაქვს ლელოსთან. აქტიურად მიმდინარეობს მოძიება დამოუკიდებელი არაპარტიული კანდიდატების, როგორც მაჟორიტარებად დასაყენებლად, ასევე მერობის კანდიდატების. ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია მოვძებნოთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფრო ფართო მხარდაჭერა და მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მონაწილეობს ოპოზიციურ პარტიას გულისხმობ არჩევნებში, მათ მხარდამჭერებს ექნებათ სურვილი, რომ მოვიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ ამ ტიპის კანდიდატს. ოპოზიციის მომავალი არის პოლიტიკური კრახი და ეს პოლიტიკური კრახი განაპირობა მათი პატრონების ძალიან დიდმა შეცდომებმა საქართველოს მიმართ. ახლა ნაწილს თვითონ მისცეს საშუალება, რომ ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მათი შანსები არის ნულის ტოლი, იმიტომ რომ ყველა კარგად ხედავს მთელ საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ეს არჩევნები ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსასვლელად და უკეთესი სერვისების შესათავაზებლად არ ჭირდებათ. მათ ჭირდებათ არეულობის გასაღრმავებლად. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ყველა მუნიციპალიტეტში დამარცხდებიან და ქართველი ხალხი ყველას მიურჩეს თავის ადგილს, თავისი პოლიტიკური წონის შესაბამისად.